საღამო მშვიდობისა პროგრამა ეპიცენტრი სიამოვნებით მოგესალმებათ. ჩვენ ახალ სეზონს ვიწყებთ და ამ ახალ სეზონს პირობითად შეიძლება დავარქვათ არჩევნების ეპიცენტრში. ამ ახალი სეზონის კიდევ ერთი სიახლე მე სამი ტელე თანაწამყვანი მეყოლება. ეს სამი იმ ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი იქნება, ვინც აკვირდება როგორც წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში, ასევე ალბათ არჩევნებს დააკვირდება და შემდგომ პერიოდსაც. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ეპიცენტრი იქნება ის სატელევიზიო ეთერი, სადაც საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს წარმომადგენელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი მოგვახსენებენ თუ რა პირობებში მიდის წინასაარჩევნო ასე ვთქვათ მონიტორინგი და როგორი იქნება არჩევნები. მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ქალბატონი ირმა პავლიაშვილი წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ბატონი ლევან ნატროშვილი საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს, ხოლო ბატონი მიხეილ ბენიძე წარმოადგენს სამართლიან არჩევნებს. იმედი ვიქონიოთ, რომ სამართლიანი იქნება არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერსაც. ასე მე უკვე დავაანონსე თუ რა იქნება ჩვენი ფორმატის ძირითადი საკითხები. ეს იქნება ის შედეგები, რომელიც თქვენი მონიტორინგის შედეგად უნდა გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს და ფაქტიურად იმ ამომრჩეველს, რომელიც 8 ოქტომბერს წავა არჩევნებზე, იმედია და სრული პასუხისმგებლობით მისცემს ხმას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც 4 წლით ჩააბარებს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის და საკუთარი შვილების მომავალს. ასე დავიწყოთ ალბათ სამართლიანი არჩევნებით, რადგან თქვენ უკვე მეორე თუ მესამე ანგარიში წარმოადგენთ წინასაარჩევნო გარემოსი, რა თქმა უნდა, აქ დაფიქსირებულია რიგი დარღვევებისა. მე ამოვიწერე რა დარღვევებია. ეს არის მოსყიდვის ფაქტები, ზეწოლის ფაქტები, მუქარა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ასე შემდეგ. უფრო დაწვრილები და უფრო კონკრეტულად რომ დავაჯგუფოთ ამ დარღვევების, ასე ვთქვათ, მიზანი რა არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან და რა ტიპის არის ეს დარღვევები და სად უფრო აღინიშნება. შეიძლება თუ არა ვთქვათ ეს რეგიონებში უფრო მეტად აღინიშნება თუ დიდ ქალაქებში. დიდი მადლობა პირველ რიგში საღამო მშვიდობისა. თქვენ საღამო მშვიდობისა მივესალმებით ტელემაყურებელს, რომელიც ახლა უსმენს მეორე არხს, უყურებს მეორე არხს და მინდა აქვე მადლობა გადაგიხადოთ თქვენს პირადად და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ხელმძღვანელობას და მეორე არხს მთლიანად, რომ გვითმობს ამ ეთერს და რომ გვაქვს საშუალება აი ამ ახალი განსხვავებული ფორმატით საზოგადოებას ვესაუბროთ სწორედ იმ ძირითადი საკითხების და პრობლემების შესახებ და ასევე რიგ შემთხვევაში შეიძლება პოზიტიური ტენდენციების შესახებაც, რომელიც ამ არჩევნად შეინიშნება. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ უკვე საკმაო ხანია რაც დავიწყეთ ჩვენი მონიტორინგი. მოგეხსენებათ ჩვენი ორგანიზაცია, ისევე როგორც ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები ვაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდგომ ვახორციელებთ დაკვირვებას და ამჯერად ვიმყოფებით მოგეხსენებათ წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც ამ პერიოდს ჩვენ ვაკვირდებით 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით. 1 ივლისიდან მოყოლებული უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა ჩვენი წინასაარჩევნო მონიტორინგი და ამ ხნის განმავლობაში, ამ ორ თვეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, ჩვენ უკვე გამოვეცით 3 შუალედური ანგარიში, რომელიც გარკვეულწილად ასახავს, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეფასებებს, ამ პერიოდის ტენდენციების, ამ პერიოდის ძირითადი პროცესების, რაც არჩევნებს უკავშირდება და ასევე კონკრეტულ დარღვევებს აღწერს, კონკრეტული დარღვევის ფაქტებს ან სავარაუდო დარღვევებს, რომლის შესახებაც ჩვენთვის გახდა ცნობილი. ზოგადად რომ შევაჯამოთ ტენდენციის სახით, თუ რა ტიპის პრობლემები არის ამ არჩევნებზე, რა ტიპის დარღვევებს ვხედავთ, ალბათ გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან კატეგორიას დარღვევებისა. ერთი ეს არის ამორჩევლის მოსყიდვა, რაც თქვენ ახსენეთ. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ტენდენციას, განსაკუთრებით ვხედავთ სწორედ პირველი 2 თვის განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდის ტენდენციას იმისა, რომ რიგი პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გარკვეული
ფულადი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთების ან მომსახურების გადაცემით ამ ურჩეველთა დაინტერესებას და ჩვენი აზრით ამას სწორედაც რომ საარჩევნო მიზნები აქვს. ამას ვხედავთ სხვათა შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ეს არ არის რომელიმე მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის დარღვევა და ასევე ვხედავთ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში. შეგვიძლია მოგვიანებით რა თქმა უნდა უფრო დეტალურადაც განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები, ჯერ უბრალოდ შეგვიძლია ტენდენციები შევაფასოთ. მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია და პრობლემური სფერო ეს არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები. ძირითადად ეს უკავშირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში ან რეგიონებში მიმდინარე პროცესებს, სადაც ვხედავთ ხშირად რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეების ან ზოგადად საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება ხდება ძირითადად მმართველი პარტიის ქართული ოცნების ღონისძიებებზე დასასწრებად და საჯარო მოხელეები იღებენ აი ამ კამპანიურ სააგიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას სამუშაო საათებში ძირითადად, რაც მათ ეკრძალებათ და ეს წარმოადგენს დარღვევას. კიდევ ერთი ტენდენცია სწორედ თვითმმართველობებში, რასაც ჩვენ ვხედავდით, ეს იყო წინასაარჩევნოდ ბიუჯეტების, ადგილობრივი ბიუჯეტების ცვლილებები გაზრდა სწორედ გარკვეული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაფინანსების გასაზრდელად და უფრო მეტი დაფინანსების ამ მიმართულებით გადასაკაჩად, ასე ვთქვათ. ეს ამ ბიუჯეტების ცვლილება ოფიციალურად კანონმდებლობით იკრძალება 8 აგვისტოდან, ანუ არჩევნებამდე 60 დღით ადრე შედის ეს აკრძალვა ოფიციალური ძალაში, თუმცა ჩვენ მაინც ვუყურებდით ტენდენციას მანამდე რა ხდებოდა, ანუ მოგეხსენებათ რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ შეჩვეული ვართ ტრადიციულად ეს 8 ივნისიდან მოყოლებული, ამიტომ ჩვენ ივნის-ივლისში მიმდინარე ამ ტენდენციებსაც მივაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება ოფიციალურად და კანონის ზუსტი ზედმიწევნის წაკითხვით ეს არ ყოფილიყო დარღვევა, თუ ბიუჯეტები შეიცვლებოდა 8 აგვისტომდე პერიოდში, მაგრამ მაინც თუ გარკვეულწილად ეს მიმართულია სწორედ იმ პროექტებზე, რომლებიც იწყება ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, აი წინასაარჩევნოდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის მიზანი შეიძლება დაკავშირებული იყოს ასევე არჩევნებთან. და კიდევ ერთი ტენდენცია, რაც უკვე ბოლო ანგარიშში გამოიკვეთა, ჩვენ ნახეთ, რომ ჩვენი მესამე შუალედური ანგარიში პრინციპში ცოტა განსხვავდებოდა ამ ტენდენციების მხრივ წინა ანგარიშებიდან. ამ მესამე შუალედურ ანგარიშში ჩვენ ძირითადად დავინახეთ, რომ ზრდა არის ზეწოლა მუქარის შემთხვევებისა. ეს არის რა თქმა უნდა ძირითადად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე, მათ აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებული გარკვეული ზეწოლის შემთხვევები და ამ შემთხვევებიდან იკვეთება ასევე რამდენიმე შემთხვევა, სადაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, კი ბატონო. ანუ ეს არის შედარებით ახალი ტენდენცია, რაც სწორედ ამ ბოლო ანგარიშში გამოიკვეთა და კიდევ ერთი ახალი ტენდენცია ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა კამპანიის ხელშეშლის კუთხით გარკვეული დარღვევებისა და ასევე საარჩევნო მასალების დაზიანების და ოფისების დაზიანების ასევე მათ შორის ფაქტებისა, რომელსაც ჰქონდა ადგილი აგვისტოს თვეში. იცით რა მაინტერესებს? თქვენ ფაქტიურად თქვენი ორგანიზაცია არ არის პირველი არჩევნები, როდესაც არჩევნებს აკვირდება. არის თუ არა ტენდენცია რაღაცა ისეთი, რაც განსხვავებულია წინა არჩევნებიდან, დაუშვათ პოზიტიური ან პირიქით ნეგატიური თვალსაზრისით. არის თუ რაღაცა ისეთი ექსკლუზიური დარღვევები, რაც მხოლოდ 2016 წლის არჩევნებთან იქნება დაკავშირებული. მე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე დარღვევა თავისი ასე ვთქვათ არსით რაღაცა სრულიად ახალი ტიპის დარღვევა არის კატეგორია ის არის, შეიძლება არ ვიცი ჩვენ კოლეგებს თუ აქვთ რაიმე განსხვავებული მოსაზრება იტყვიან ალბათ. ზოგადად თუ შევადარებთ ახლა რადგან თქვენ აღნიშნეთ ჩვენ მართლაც არაერთი წელია ვაკვირდებით, 20 წელია უკვე ვაკვირდებით წინასაარჩევნებს და მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს და შეგვიძლია გარკვეულ ტენდენციებზე ვისაუბროთ ფართო ჭრილში, ვთქვათ თუნდაც 2012 წელთან მიმართებაში, იმიტომ რომ ხშირად დაინტერესებს საზოგადოებასაც და მათ შორის მედიასაც ხშირად აქვს კითხვები რა
როგორ შეიძლება შევადაროთ ახლანდელი გარემო, ვთქვათ 2012 წლის გარემოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო ჯამში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვხედავთ 2012 წელს და მის შემდეგ ჩატარებული არჩევნების ფონზე, მით უმეტეს რომ 2012 წელს შეიძლება პრობლემა იყო, ვთქვათ, ძალადობრივი და უფრო აი ზეწოლა მუქარის უფრო მწვავე შემთხვევებს ვხედავდით და იყო უფრო მეტად ფიზიკური დაპირისპირების და ესეთი ფაქტები, რომელიც საკმაოდ ყურადსაღები და პრობლემური იყო. წელს ასეთი ფაქტების რაოდენობა შედარებით ნაკლებია ჯერჯერობით. თუმცა ჩვენ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ვხედავთ კამპანიის გააქტიურებას და ვხედავთ რომ კამპანიის გააქტიურებასთან ერთად მოიმატა ამ დარღვევებმა და შესაძლოა გარკვეულწილად ასევე მზარდი ტენდენცია ჰქონდეს. მეორეს მხრივ აი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ვსაუბრობდით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მეტნაკლებად ყოველთვის პრობლემური იყო ამა თუ იმ დოზით. მე ვერ ვიტყვი რომ ახლა წელს განსაკუთრებულად მომატებული არის ეს ამ სახის დარღვევები, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად წლიდან წლამდე მსგავსი ტიპის ახლა ისეთ დარღვევებს, რომელსაც ამ ანგარიშებში აღწერთ, ვხედავდით ყოველთვის და აი ამ მრჩევლის მოსყიდვის მიმართულებით ტენდენციაზე მე ვიტყოდი, რომ შედარებით შეიძლება ცოტა უფრო პრობლემური არის, რასაც ვხედავთ წელს. ისევ მოსყიდვის შემთხვევებიც 2012 წელსაც ჰქონდა მაგალითად და არაერთი შემთხვევა მათ შორის, თუმცა ის რომ ამ შემთხვევებს ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კლავაც ამ არჩევნებზე და თანაც ძალიან მცირე არის რეაგირება და არასაკმარისი შესაბამისი სათანადო სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ეს შეიძლება ცოტა პრობლემური იყოს ტენდენციის სახით რომ შევხედოთ. ეს შეიძლება აგზავნიდეს გარკვეულ მესიჯს, რომ მსგავსი სახის მეთოდების გამოყენება, ანუ ფულადი ან მატერიალური ღირებულების მქონე ნივთების გადაცემა ან მომსახურების გაწევა დასაშვებია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არ არის, ეს არ პოვებს სათანადო ადეკვატურ რეაგირებას და სათანადო პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ მათ, ვინც შეიძლება არ ყოფილიყო. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ალბათ განვუმარტავთ ჩვენს მაყურებელს, როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ დარღვევაზე, რას გულისხმობს ეს დარღვევა, იმიტომ რომ შეიძლება რიგითმა მოქალაქემ არც იცოდეს, რომ ის მაშინ, როდესაც რაღაცა მისთვის სარგებელს იღებს, ამით ირღვევა კანონი, საარჩევნო კანონი და ის რთულდება წინასაარჩევნო გარემო. ბატონ ლევან, თქვენი ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ძირითადად მონიტორინგს უწევს პარტიების დაფინანსების კუთხით ამ წინასაარჩევნო გარემოს. მაინტერესებს თქვენი აზრით, რა სურათი იხატება, რამდენად გამჭვირვალეა პარტიების დაფინანსება? არის თუ არა პარტიები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ, ასე ვთქვათ, შემოწირულობებს იღებენ და რა ტიპის შემოწირულობებია ეს? ანუ ეს არის რაღაცა დიდი კომპანიების მიერ გაღებული თანხები, ეს არის რიგითი მოქალაქეები, რა არის საეჭვო თუ არის აი ამ დაფინანსებებში? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ გვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენი აზრი გამოვხატოთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. მეც ორი სიტყვით, ასე ვთქვათ, შემაჯამებელ შეფასებას ვიტყვი და შემდეგ უკვე კონკრეტულად გადავალ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე. ჩვენც ვფიქრობთ, რომ 2012 წელთან შედარებით, ანუ ეს ორი არჩევნები ალბათ ერთმანეთს უნდა შევადაროთ, რადგან დატვირთვა ორივე შემთხვევაში დაახლოებით ერთნაირი იყო და 2013-14 წლის არჩევნები, რომლებიც საპრეზიდენტო და ადგილობრივი იყო, ცოტა სხვა სპეციფიკით ხასიათდებოდა, ამიტომ ჩვენც ყოველთვის ვადარებთ ხოლმე 2012 წელს და მის შესთავაზებთ ნახმები, რომ ან დიდწილად უკეთესობა არის ნამდვილად 2012 წელთან შედარებით, ერთი თვე არის მხოლოდ არჩევნებამდე დარჩენილი და რეალურად ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციის სახით გამოხატული სერიოზული პრობლემები არსებობდეს, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა საარჩევნო პროცესებს, მაშინ როცა 2012 წელს, არ ვიცი, 10-11 თვით ადრე დაიწყო ყველაფერი ფაქტობრივად და აი 10-11 თვით ადრე რეალურად ძალიან ბევრი ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ეს იყო ზეწოლები, ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაზე, ეს იყო სახელმწიფო სტრუქტურების ძალიან ასე ვთქვათ მკვეთრი ჩარევა ამ პოლიტიკურ პროცესებში ნეგატიური კუთხით, თქო სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფაქტობრივად ერთი პარტიის, ერთი კოალიციის სადამსჯელო მექანიზმად იყო ქცეული და ასე შემდეგ. დღეს საბედნიეროდ ასეთი რაღაც არ გვაქვს, მაგრამ გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობს, ან მიშამ ძირითადი პრობლემებზე ისაუბრა, რამდენიმეს მეც დავამატებ, მათ შორის პოლიტიკურ პარტიების დაფინანსების კუთხით. გამჭვირვალობის კუთხით რეალურად
თუ ჩვენ ავიღებთ იმ სტანდარტს, რომ რამდენად არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ, საკმაოდ კარგი მდგომარეობა ამ კუთხით, იმიტომ რომ დეკლარაციებს ავსებენ, დეკლარაციები საკმაოდ სათანადოდ არის შევსებული და დროულად იდება ვებგვერდზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი არის შემოწირულობების შესახებ, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს იმის ეჭვი, რომ ეს შემოწირულობები სიტყვაზე არ არის იმ ადამიანების მიერ გაკეთებული, ვინც რეალურად დაფიქსირებულია როგორც შემომწირველი. ხო, ტენდენციის სახით რაც იყო გამოკვეთილი აი 2012 წლის შემდგომ 13-14 წლებში იყო ის, რომ მხოლოდ ფიზიკური პირები 2012-ში, იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ აკრძალული იყო კომპანიების მიერ იურიდიული პირების მიერ შემოწირულობის განხორციელება, 2012-13-14 წლებში იყო მხოლოდ ფიზიკური პირები, ვინც წირავდნენ. 2016 იმით გამოირჩევა, რომ იურიდიული პირებიც გამოჩნდნენ შემომწირველებს შორის, ხო? ეს რა ტიპის იურიდიული პირებია? სხვადასხვა ტიპის, ან მაგალითად და როგორი ტიპის პარტიებს საფინანსებენ? სახელმწიფოა ეს შემოწირულობები, ოპოზიციურ პარტიას საფინანსებენ? დიახ, ან თუ ახლად შექმნილ პარტიას, ან მოძრაობას? კომპანიებს თუ შევხედავთ, ან კომპანიები ძირითადად აფინანსებენ ქართულ ოცნებას, აი ბოლო აგვისტოს შემოწირულობებში გამოჩნდნენ განსაკუთრებით და ასევე პატრიოტთა ალიანსსაც ყავს რამდენიმე შემომწირველი გარკვეული შეპესე, რომელიც თქვათ შემომწირველი არის ამ პოლიტიკური პარტიისა. ასევე გამორჩეული არის ეს არჩევნები იმით, რომ რამდენიმე პარტიას აქვს სერიოზული შემოსავლები ამ მხრივ, ანუ ჩვენ თუ შევხედავთ თქვათ წინა არჩევნებს, იქ ნახავდით, რომ სახელმწიფო პარტიას ჰქონდა დიდი შემოსავალი და მაქსიმუმ კიდე მეორე ადგილზე ვიღაც იყო ოპოზიციური პარტია, რომელსაც ასევე შეიძლება დიდი შემოსავალი ჰქონოდა. დღეს ვხედავთ, რომ 3-4 პარტია არის რეალურად. შეიძლება დავასახელოთ ეს პარტიები? რა თქმა უნდა, შეიძლება ეს არის ქართული ოცნება თავისთავად, აქვს საკმაოდ დიდი შემოწირულობა გირჩ, საკმაოდ ბევრი შემოწირულობა აქვს პაატა ბურჟუაზიის პარტიას და ესენი გაერთიანდნენ. პატრიოტთა ალიანსსაც საკმაოდ დიდი შემოწირულობები აქვს, ანუ დიდი გულისხმობ ამ შემთხვევაში მილიონ ლარზე მეტია რეალურად თითოეული შემოწირულობა. და შესაბამისად, ანუ კონკურენციის კუთხით ალბათ უფრო მეტი კონკურენცია არის, იმიტომ რომ ფინანსები არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რის გარეშეც ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიის წარმოება რთულია. თუმცა რა თქმა უნდა, კვლავ დიდი განსხვავება არის მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიების შემოწირულობების შორის, თუმცა არა იმხელა, როგორც ეს იყო მაგალითად 2012 წელს და წლამდე. ხო, ანუ იქ ჩვენ ხედავდით ხშირად რომ 10ჯერ და 20ჯერ უფრო მეტი შემოსავლები ჰქონდა ერთიან მოძრაობას და ოპოზიციას გაცილებით ნაკლები ჰქონდა. დღესაც უფრო მეტი აქვს ქართულ ოცნებას, მაგრამ ეს სხვაობა არის მაგალითად 5ჯერ, 6ჯერ მეტი და არა თქვა ამხელა სხვაობა არ არის, რაც ალბათ კონკურენციის კუთხით დადებითია და კიდევ ერთიან პრობლემა მე რასაც უკვე ვისაუბრე ნაწილობრივ კიდევ ერთხელ რომ ასე ვთქვა დავკონკრეტეთ, ეს არის შემომწირველები ვინ არიან და რატომ წირავენ. ხო, ანუ კომპანიების შემოწირულობის განხორციელების კუთხით არის ხოლმე ზოგადად სოფლიოში და არა მარტო საქართველოში გარკვეული კორუფციული რისკები და ეჭვები, რომ რატო წირავს თქვა რაღაცა კომპანია რა ინტერესი დგას ამის უკან. ჩვენ ამისთვის სპეციალური ვებგვერდი გვაქვს და შემდეგ ალბათ ნახავთ ამ ვებგვერდსაც, სადაც შეგვიძლია ეს ინტერესები გარკვეულად გავიგოთ. ანუ კომპანიები მაგალითად ესეთი რისკი არსებობს, კორუფციის რისკი, რომ მე შენ შემოგწირო რაღაც თანხას პოლიტიკურ პარტიას და სანაცვლოდ მაგალითად მივიღებ კონტრაქტს სახელმწიფო შესყიდვაში, ხო? ანუ ეს არის ესეთი გავრცელებული რისკი. ამიტომ ალბათ საინტერესოა ხოლმე აი პოსტ საარჩევნო პერიოდზე დაკვირვებაც იმ კომპანიების განვითარების კუთხით და იმ კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის კუთხითაც რაღაცნაირი ესეთი ალბათ შეიძლება რომ განხორციელდეს. ფიზიკურ პირთან დაკავშირებით თავარი პრობლემა რაც არის ზოგადად საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ეს არის ვინც ფაქტობრივად დაფიქსირებულია შემომწირველად, ნამდვილად მისი არის თუ არა ეს ფული, ხო? ანუ დიახ, ამის გადამოწმება ხომ შეიძლება დაუშვათ ადამიანის შემოსავლები, მაგრამ თუ ის არ არის საჯარო, აკეთებს ამას. არასამთავრობო ორგანიზაცია ამას ვერ გადაამოწმებს, იმიტომ რომ ეს არის კომერციული საიდუმლო კონფიდენციალური ინფორმაცია და მაგრამ თქვენ ხომ შეგიძლიათ მოიპოვოთ შემდეგ
თუ ეს არის დახურული? არა, შემოსავლების შესახებ ინფორმაცია დახურული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, და აუდიტის სამსახურით სასამართლოს მიმართავს და ამის შემდეგ იღებს ამ ინფორმაციას და ამოწმებს ამის შემდეგ თუ რამდენად ქონდათ ამ ადამიანებს. და ვინ უნდა მიმართოს აუდიტის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველს? არასამთავრობო შეუძლია მიმართოს დაუშვათ რომ მიმართვა რა თქმა უნდა ყველა შეუძლია, თუმცა მე როგორც ვიცი, აუდიტის სამსახურს აქვს თავის მეთოდოლოგია, როგორც არჩევს ამას, ანუ განსაკუთრებით. ანუ მას ვალდებულებაც აქვს, კი, რა თქმა უნდა, ვალდებულება აქვს და ვერკეტები გააჩნიან, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ხოლმე დიდ შემოწირულობებს, ხო, ჩვენთან ფიზიკურ პირს შეუძლია მაქსიმუმ 60,000 ლარის შეწირვა პოლიტიკური პარტიისთვის, პარტიებისთვის წლის განმავლობაში, ხო, ანუ როდესაც დიდი შემოწირულობა ის ავტომატურად ექცევა გარკვეული რისკის ქვეშ და აუცილებელია მისი გადამოწმება და გამოკითხვა ხდება ხოლმე ამ ადამიანებს იბარებენ მაგალითად აუდიტის სამსახურში ეკითხებიან რამე დამატებით თანხები ხო არა აქვს, თან შემოსავალი ხომ არა აქვს და ჩვენ ნახეთ გასულ კვირას რომ რამდენიმე ადამიანი დაჯარიმდა იმის გამო რომ მესამე პირის მეშვეობით გაკეთდა ეს შემოწირულობები ვიღაცამ მისცა მეორეს და მესამე ადამიანს და იმათ თავის სახელით შეიტანა. იცით რა, აი ესეთი ტიპის დაჯარიმება თუ ხდებოდა 2012 წლის არჩევნების დროს, თუ ვიხსენებთ, იყო? კი, ალბათ გახსოვთ თქვენ 80 მილიონიანი ჯარიმა. არა, მაშინ ოპოზიციური პარტიის დაჯარიმება ხდებოდა, ხო? მაშინ სამწუხარო ის იყო რომ ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყო ფაქტობრივად ხელისუფლების ხელში არსებული ინსტრუმენტი, რომელიც ფაქტობრივად ოპოზიციის დასარჯელად გამოიყენება. და ეხლა რამდენადაც ვიცი, დაჯერიმდა არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის შემომწირავი, ხო? ჩვენს ორგანიზაციას ამ ეტაპზე და წინა არჩევნების დროსაც 13-14 წლებში მიკერძოებულობის კუთხით პრობლემა ვერ დავინახეთ აუდიტის სამსახურში, ანუ არ ვფიქრობთ რომ რომელიმე პარტიის ხელში რაღაც ინსტრუმენტია. 13-ში და 14-ში იყო უბრალოდ რაღაც პრეტენზია რომ ცოტა აქტიურობა აკლდა, ანუ 2012 წლის მოვლენების ფონზე ეთყობა ცოტა ეს დათრგუნული იყო ეს უწყება და ცდილობდა რომ უფრო პასიური ყოფილიყო რომ კიდე არ გაეღიზიანებინა პოლიტიკური პარტიები, მაგრამ აი 2016 წელს რეალურად საკმაოდ აქტიურად მუშაობენ და ფიქრობთ რომ ამ მხრივ ანუ პოლიტიკური მიუკერძოებლების კუთხით კითხვები ჩვენ პირადად არ გაგვაჩნია. დიახ, ჩვენი ამ ფორმატის მიზანია კიდევ ერთი რამ, რომ თქვენი ორგანიზაციების საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ვებსაიტების რეკლამა გავაკეთოთ და ყველა ჩვენს მაყურებელს მოუწოდოთ, რომ იმისათვის რომ იყოს ინფორმირებული, შემოვიდეს თქვენ ვებგვერდებზე. ქაბატონ ირმას მოусმინო და შემდეგ ბატონ მიხეილ მე გთხოვთ, რომ აი თქვენი ვებგვერდის ძირითადი მიმართულებები და ასევე ირმასაც. თქვენი ახალგაზრდა იურისტები რა კუთხით აკვირდებით, ну გასაგებია იურისტები ხართ და ყველაფერი შემოდის თქვენი ასე ვთქვათ, დიახ, თან ახალგაზრდები ენთუზიაზმით და ასე ვთქვათ გაბედულობით გამორჩეულები. თქვენ როგორ შეაფასებდით აი ამ დრომდე წინა საარჩევნო გარემოს რა დააფიქსირეთ ის რაც აუცილებელია საჯარო განხილვის საგანი გახდეს და მაინტერესებს რამდენად სწორად რეაგირებენ ის სახელმწიფო უწყობები რომლებსაც ევალებათ აი ესეთი ტიპის დარღვევების აღკვეცა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ამ ტიპის გადაცემების წარმოება იქიდან გამომდინარე, რომ მსმენელისთვის იყოს ინფორმაციის წყარო და მან შემდგომ უკვე ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. რაც შეეხება საიას მახვილს თუ რაზე აკეთებს კონცენტრირებას და რა კუთხით ამახვილებს ყურადღებას, ჩვენც დაარსებიდან 94 წლიდან 1994 წლიდან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რა არჩევნებიც გამართულა, ყოველთვის ვაკვირდებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია აპოლიტიკურობა, ნეიტრალურობა და კანონის უზენაესობა. რამდენად პროცედურული ნორმების დაცვით მიმდინარეობს. ეს იქნება წინა საარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე თუ შემდგომი პერიოდი და აი ზუსტად აი ამ პროცესში ხარვეზების დანახვით, პრაქტიკული ჩართულობითა და რეკომენდაციების შემუშავებით შემდგომ უკვე საადვოკაციო აქტივობები დავგეგმოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ვიზრუნოთ იმისთვის,
ის რომ იმ ნორმების პროგრესული განმარტებები დაინერგოს და მთლიანობაში პროცედურები, რომლებიც საარჩევნო პროცესის წარმართვისთვის არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრინციპების საფუძველზე ჩატარდეს. ამ ეტაპზე ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდი ზუსტად 1 ივნისიდან დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ხანგრძლივი პერიოდია წინასაარჩევნო პერიოდის და ორჯერ იყო საქართველოში, რაც გვახსოვს ჩვენ მსგავსი ტიპის წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც 4 თვით განისაზღვრა კამპანიის წარმოება 2013-ში საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში და ამ შემთხვევაშიც და ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ისეთ ტიპის საქმეებზე, როდესაც მაგალითად შესაძლებელია პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ მოხდეს სისხლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხების წარმოება და ზუსტად სახელმწიფოს ამ ინსტრუმენტის ან რგოლის გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური მოტივაციით ხელი შეეშალოთ ამ ადამიანებს თავიანთი უფლების განხორციელებაში, როგორც არის აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, ეს არის რა გადაწყვეტილებებს იღებენ საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები და სახელმწიფო ინსტიტუციები. ეს იქნება საარჩევნო დავების განხილვა და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას ვახორციელებთ და ჩვენი მონიტორების მიერ დანახულ დარღვევებზე განცხადებებით მიმართავთ როგორც უწყებად შორის კომისიას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას, კომუნიკაციების კომისიას, შემდგომ უკვე სასამართლოშიც ვასაჩივრებთ და გარდა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული სამართალწარმოება გვაქვს, ვაკვირდებით სხვა სუბიექტების, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ დავებს, ვინაიდან ვნახოთ ეს ინსტრუმენტები როგორ მუშაობს, როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ ეს უწყებები და ხომ არ ხდება მათი პოლიტიკური ნიშნით გამოყენება და აი ამ საქმიანობაში გარკვეული პოლიტიკური მოტივაცია. შემდგომ ეტაპზე სასამართლოში, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, რამდენად ხელმისაწვდომია მართლმსაჯულება, რამდენად პროგრესული ნორმების განმარტებას ახორციელებს და აი ამ ეტაპზე უკვე თქვათ რა ტიპის დარღვევებიც მე დავეთანხმები მიშასაც და ლევანსაც, რომ რა თქმა უნდა, გარემო გაუმჯობესებულია საარჩევნო გარემო, თუმცა რიგ შემთხვევებში ამ დარღვევების დაფიქსირების დროს და არაერთი ფაქტი იყო, როდესაც კამპანიის წარმოების დროს ხელი შეუშალეს იგივე ამომრჩევლის მოსყიდვის, იგივე უკანონო აგიტაციის განხორციელების შემთხვევებში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებში სამწუხაროდ, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციებსა თუ სასამართლოში იყო შემდგომ განხილვები, ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ ნორმების პროგრესული განმარტება მოხდა და რიგ შემთხვევებში ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი საჩივრები არ დაკმაყოფილდა გადაწყვეტილებებით. ბოლო შემთხვევას გეტყვით, მრეწველებს დააგვიანდა ციების შეტანა, როგორც ისინი აცხადებენ, მოგმართეს თუ არა თქვენ, რომ რაღაცა 10 წუთიანი დაგვიანების შედეგად მათი მოხსნა აი ამ რეგისტრაციიდან გაასაჩივრონ. მოგმართეს თქვენ? ამ შემთხვევაში ჩვენთვის ჯერ არ მომმართათ. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მონიტორინგს განვახორციელებთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. რამდენადაც მედიით გავრცელდა, შემთხვევა ეხებოდა იმას, რომ მათ დროულად მიმართეს, თუმცა რაღაც გარკვეული პროცესი გაიწელა, დოკუმენტაციის ჩაბარების. შემდგომ უკვე, როდესაც CSGO იმსჯელებს აი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტაციის შემოწმება რომ მოხდება, ამათი დღის ვადაში განიხილავს, მიიღებს დასკვნას და იმ დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოხდეს თუ არა კონკრეტული რეგისტრაცია და შემდგომ უკვე მონაწილეობა არჩევნებში. ირმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას როგორ შეაფასებდით? რაღაც ახარვეზები ნამდვილად დაფიქსირდა, თუნდაც ცენტრისტების დარეგისტრირების, ასე ვთქვათ, დროს რამდენად სწორად მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუნდაც რეგისტრაციის დროს და თუნდაც იმ შენიშვნების დროს და დარღვევების დროს, რაც მათი, ასე ვთქვათ, კომპეტენციაა. ამ შემთხვევაში მე მინდა როგორია კომუნიკაცია დღევანდელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან? კომუნიკაცია იგივე ვთქვათ რაღაც ანგარიშვალდებულობა და ჩართული მხარეების ჩართულობა და გამჭვირვალობა ნამდვილად არის. ჩვენ არ ვიცი ხა ჩემი კოლეგებიც დაადასტურებენ ამას. საარჩევნო ადმინისტრაცია ღია, თუმცა რიგ შემთხვევებში, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება, სამწუხაროდ მე აღვნიშნე, რომ არ ხდება პროგრესული განმარტებების დანერგვა და რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ და
ეს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის, არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ სასამართლოს კუთხითაც ხორციელდება. მაგალითად, როდესაც ჩვენ გავასაჩივრეთ ექს-პრეზიდენტის უკრაინის მოქალაქის აგიტაციაში ჩართვა, ეს ეხებოდა იმას, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა ვიდეოები და შემდგომ უკვე ამ ვიდეოების ჩვენება მოხდა. სხვა ქვეყნის მოქალაქის აქტიური ჩართულობა საარჩევნო პროცესებში ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა და შესაბამისად დადგენილია სანქციაც. როდესაც ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციაში და სასამართლოშიც გავასაჩივრეთ, სამწუხაროდ იმის საფუძველზე, რომ ეს დარღვევა არ იყო მომხდარი საქართველოს ტერიტორიაზე და ეს გადაწყვეტილება დააფუძნეს 1994 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, აი ამ საფუძვლით უარი გვითხრეს დაკმაყოფილებაზე ჩვენი საჩივრის და თქვენს რომ ვინაიდან ეს ადამიანი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მედიით ეურთიერთოს და მოახდინოს ზეგავლენა. ვინაიდან ეს ადამიანი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ქმედება არ იყო ჩადენილი საქართველოს ტერიტორიაზე, ისინი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებდნენ. თქვენ არ დააპირებთ მომავალში რომ შეიტანოთ ინიციატივა ამ კანონის რაღაცნაირი. რა თქმა უნდა, ამან დიდი რისკები გააჩინა, არა მხოლოდ უკანონო აგიტაციის წარმოების, არამედ შეიძლება რომ იგივე ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლოს სხვა სამართალდარღვევებმა, ეს იქნება მომჩევლის მოსყიდვის თუ სხვა მძიმე დარღვევები და შესაბამისად ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი ვთქვათ, გადაწყვეტილებები უნარო იქნება, რომ გარკვეულწილად რეაგირება მოახდინოს ამ დარღვევებზე და ეს იყოს, ვთქვათ, არ შემდგომ უკვე ამან დაუსჯელობის სინდრომი არ განაპირობოს და ამან მერე მთლიანობაში ასახვა არ პოვოს საარჩევნო გარემოზე. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდგომ რეკომენდაციები შევიმუშაოთ და წარვადგინოთ უკვე ახალ პარლამენტთანაც სამსჯელოთ უკვე შევიდეთ მსჯელობაში და დავიწყოთ აი ამ ხარვეზებზე მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე ცალსახად გამოიკვეთა, რომ ეს პრობლემა გვაქვს. ასევე პრობლემა გვაქვს სოციალური ქსელების საშუალებით აგიტაციის განხორციელებისა, საჯარო მოხელეების მხრივ, რომლებიც აზიარებენ სამსახურეობის საათების შესრულების პერიოდში. ეს არ გავითვალისწინებთ, ეხლა მე არა ვარ იურისტი და არც კანონმდებელი ვარ, მაგრამ დღევანდელ ეპოქაში ინტერნეტის ყოვლის მომცველობის ეპოქაში, როდესაც ამას ვერ ვითვალისწინებთ, ეს ძალიან დიდი ხარვეზია, მე ვფიქრობ. ეს გათვალისწინებულია, ან რეალურად ან Facebook-ის მეშვეობითაც ითვლება აგიტაცია და არის ეგეთი პრეცედენტები, როცა დაჯარიმდნენ ადამიანები ამის გამო. ამიტომ ეს ყوامას Facebook-ი არ არის მხოლოდ რეალურად ითვლება, კი რეალურად ითვლება და არგუმენტი რის გამოც არ დაკმაყოფილდა ჩვენი განცხადება საჩივარი იყო ის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებმაც გააზიარეს ეს ინფორმაცია, მათ არანაირი პოსტი ან თავიანთი აზრი არ გამოუხატავთ და მხოლოდ გაზიარებით ასე ვთქვათ კანონმდებლობა არ დაღვეულა. ესე იგი, მე Facebook-ის მომხმარებელმა, რომ 10ჯერ გავაზიარო ოცნების კლიპი, ახალი მშვენიერი სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნო სიმღერით და ძალიან პროფესიულად გაკეთებული. ეს იქნება ჩვეულებრივი ამბავი, ხო? ხო, ზოგადად აი, ხო და ესეც არის. დავამატებდი CESCO-სთან დაკავშირებით. CESCO-ს რატომღაც შემდა სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს პრობლემა მასთან კომუნიკაციის კუთხით და ან პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით ჩვენ ამას ვამბობთ ხოლმე, რომ რეალურად ვერ ხედავთ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ არა მარტო ამ არჩევნებისთვის, არამედ წინა არჩევნების დროსაც ახასიათებთ რაღაც აი ესეთი ფორმალისტური მიდგომები და ცდილობენ რომ თავიდან აიცილონ ხოლმე გარკვეული პრეცედენტული აწოლების მიღება და ძალიან მიწროდ განმარტავენ ყველაფერს მათ შორის აი ამ შემთხვევაში, როდესაც აგიტაცია. მე ვფიქრობ, რომ არჩევნებისთვის ყველა წითელი ხაზი უნდა იყოს დაფიქსირებული. ანუ რისი გადასვლა არ შეიძლება, რა იგრძალება და უნდა იყოს ეს აი ამ გადაცემის, ასე ვთქვათ, მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ მოქალაქეებს მაინც უთხრათ რა არ შეიძლება. ერთი საინტერესო საქმე კიდე დღეს გქონდა ამაზე სასამართლოში საჩივარი, ეს ეხება ჩერნოვეცკის მონაწილეობას, ის დარეგისტრირდა და როგორც ჩვენმა დამკვირვებლებმა ადრე და განაცხადა, რომ იგი არ მიიღებდა მონაწილეობას. კი, არ მიიღებდა, თუმცა შემდგომ უკვე საინიციატივო ჯგუფის მიერ დარეგისტრირდა და როგორც ჩვენმა მონიტორებმა გამოიკლიეს, ამ ადამიანმა არ იცის სახელმწიფო ენა. მართალია მას მიღებული აქვს მოქალაქეობა, თუმცა
რა ფორმით ეს ორმაგი მოქალაქეა ეს ადამიანი თუ თქვათ სხვა გამოვიდა სხვა მოქალაქეობიდან და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. აი ამის საკითხის გასარკვევად ვთხოვეთ და მივმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ ახალი გარემოებების საფუძველზე ემსჯელა და თავის გადაწყვეტილებისთვის გადაეხადა მოკვლევა ეწარმოებინა ამ წარმოების საფუძველზე. თუმცა პასუხი უარი იყო, უარყოფითი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ მას თურმე არ ქონია მექანიზმი იმისა, რომ შეამოწმოს კანდიდატი რა მოთხოვნაც არის პირდაპირ საარჩევნო კოდექსში განსაზღვრული, ფლობს თუ არა სახელმწიფო ენას. იცით რა, ძალიან უცებ წავიდა დრო ეთერში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემებია. დაგვრჩა სულ რაღაც 10 წუთი, ამიტომ მე მინდა რომ თქვენს ვებგვერდებთან დაკავშირებით, ანუ როგორ უნდა მოიხმაროს მომხმარებელმა, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება იქ მოიძიოს, ჩვენ ამას მომავალ გადაცემებშიც რა თქმა უნდა გავაკეთებთ, მაგრამ ეხლა მოდით აი ძალიან მოკლედ მივაწოდოთ ინფორმაცია. თუ შეიძლება უბრალოდ სულ 2 წუთით მეც გამოვეხმარო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენს პროგრამების დირექციას რომ 5 წუთი დაგვიმატოს გამონაკლისის სახით. აი ამ CSKOS და ზოგადად ხო რეაგირების თემას ვეთანხმები ჩემ კოლეგებს, არის ხედავთ იმას, რომ აი მე ამაგსწინათ ვათვალიერებდი საჩივრების რეესტრს, რომელიც CSKOS აქვს, სადაც აღირიცხება ყველა საჩივარი, რომელიც დარეგისტრებულია არის სამთავრობოების, სხვა პარტიების და ასე შემდეგ. და ტენდენციას თუ შევხედავთ, არის რომ ამ საჩივრებიდან თითქმის არც ერთი არ არის დაკმაყოფილებული. არის სულ თითო თუ არ ვცდები დაკმაყოფილებული და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივარი და არის 70-ზე მეტი საჩივარი საერთო ჯამში შესული. ეს უკვე გარკვეულწილად ტენდენციას გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა საჩივარი ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს და რა თქმა უნდა, განხილვა საჭიროა და რიგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია ამას დაეთანხმება, რიგ შემთხვევაში არ დაეთანხმება, მაგრამ ტენდენციის სახით ხედავთ, რომ ყოველთვის თითქმის ან ეს საერთოდ განუხილველად ხდება მისი დატოვება, ან ხდება მითითება, რომ საკმარისი საფუძველი არ არსებობს და ასე შემდეგ. ანუ ნუ თუ განიხილავენ და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებენ, რომ არ დაკმაყოფილდეს. ეს ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად პრობლემურია და რასაც ლევანი ამბობდა, გარკვეულწილად პასუხისმგებლობის არიდების ცდილობებს ხედავთ. ჩვენ რომ მნიშვნელოვანი შეიძლება მკვეთრი და მკაფიო და ვიღაცისთვის შეიძლება ცოტა მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება საარჩევნო ადმინისტრაცია და ეს ვფიქრობთ, რომ საერთო ჯამში არ არის მაინც და მაინც ეფექტური მიდგომა, იმიტომ რომ მარტო პროცედურულად, თქვათ, არჩევნების გარკვეული პროცესის პოზიტიურად და კარგად ჩატარება არ არის CSKOS პასუხისმგებლობა, არის ასევე იმ გარკვეულ დარღვევებზე რეაგირება, რომელსაც პირდაპირ რომლის ასე ვთქვათ, უფლებამოსილებასაც პირდაპირ კანონი ანიჭებს მას. ეხლა დაკავშირებით და თქვენს ასისტენტს ვთხოვთ, თქვენს თანამშრომელს, რომ არ გაგვექცეს ძალიან დრო. ჩვენ გვაქვს 2012 წელს ხათაშორის ჩვენ სწორედ პარტნიორ არსამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად SAIS-თან და საერთაშორისო გამჭვირვალობასთან ერთად შევქმნით არჩევნების პორტალი, რომელიც ახლა შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. ეს არის პორტალი, სადაც ინტერაქტიულ რუკაზე ხდება წარმოდგენა კონკრეტული დარღვევებისა, რომელიც ამ პერიოდისათვის დაფიქსირებული არის მთელი საქართველოს მასშტაბით და აქ არა მარტო ჩვენ სამართლიანი არჩევნები, არამედ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიც ასევე ატვირთავენ ხოლმე თავიანთ ინციდენტებს. აი თქვენ ხედავთ, შეგიძლიათ საქართველოს რუკაზე მითითებული არის პატარა რგოლების, ბურთების სახით კონკრეტულ ტერიტორიებზე დატანილი დარღვევები და ამ კონკრეტულ რგოლებთან, ესე იგი მაუსის მიახლოებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეხედოს და ნახოს რა ტიპის დარღვევები არის, რამდენი დარღვევა ფიქსირდება. შესაძლებელი არის ასევე კონკრეტულ რეგიონზე ვთქვათ მიახლოება, თუ ავიღებთ მაგალითად ბათუმის რეგიონს, იქ გვიჩვენებს კონკრეტულად რამდენი დარღვევა არის, რა კატეგორიის დარღვევები არის და შესაძლებელია ამ დარღვევების გაფილტრვაც, ასევე იმის მიხედვით თუ რა აინტერესებს, რა თქმა უნდა, მაყურებელს. აქ შეიძლება იყოს როგორც ჩვენ სხვადასხვა რუკა გვაქვს არჩევნების დღეს, არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების შემდგომ პერიოდში და ასევე არის ისტორიული მონაცემიც, ანუ 2012, 13 წლების, 14 წლების დარღვევებთან შეიძლება ძალიან მარტივად შედარება, ანუ იმ რუკის გახსნა, თქვათ, როგორი იყო წინა
წინა საარჩევნო პერიოდი 12 წელს, 14 წელს და ასე შემდეგ. გასაგებია. იცით რა, მომავალ გადაცემებში უფრო ასე თვალსაჩინოდ ვაჩვენებ თქვენს იქნებ მისამართის შევახსენოთ. ეს არის elections portal.g, ანუ არჩევნების პორტალი, ინგლისურად elections portal და აქ შეუძლია ასევე ნებისმიერ მაყურებელს, ნებისმიერ მოქალაქეს გამოაგზავნოს ასევე ინციდენტი, არის ეს ფორმა ინციდენტის გამოგზავნის, სადაც შეუძლია ტექსტი აღწეროს, თქვათ რაიმე დარღვევის შესახებ თუ მაყურებლისთვის გახდა ცნობილი და ასევე შეუძლია მობილურით გამოგიგზავნოს ვიდეო მასალა თუ არსებობს, ამის მიბმაც შეიძლება, ეს ძალიან კარგი მეთოდია და ჩვენ შემდეგ განვიხილავთ, ჩვენი მხრივ ვეცდებით მაქსიმალურად გადავამოწმოთ და ასევე დავიტანთ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დიახ, თქვენ გაქვთ კიდე ხომ? თქვენ ლევან. საერთაშორისო გამოცდილებას აქვს ორი ვებგვერდი რეალურად, რომელიც მიმართული არის ამომრჩევლისთვის, ასე ვთქვათ, გარკვეული ან დახმარების აღმოჩენაზე არის მიმართული. ანუ ეს პირველი არის ჩემი ხმა.g, რომლის თავარი აზრი არის ის, რომ დაეხმაროს ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ამ ვებგვერდზე თქვენ ნახავთ კითხვას, სპეციალურ კითხვას, რომელიც არის 36 კითხვისგან შემდგარი სხვადასხვა საკითხზე. აქტუალურ საკითხზე, საჯარო პოლიტიკის აქტუალურ საკითხზე. ეს კითხვარი გადაეგზავნა ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას, კვალიფიციურს და რამდენიმე ახალ პოლიტიკურ პარტიას. სამწუხაროდ ყველა არ არის აქ მოცემული, იმიტომ რომ უარი გითხრა რამდენიმე პარტია, მათ შორის ქართულმა ოცნებამაც, მაგრამ 7 მნიშვნელოვანი პარტია არის მოცემული. მათ გასცეს პასუხები აი ამ კითხვებზე. შემდეგ უკვე ვებგვერდზე, როდესაც შევა ამომრჩეველი, შეავსოს ამ კითხვას, საბოლოო ჯამში ვებგვერდი ეუბნება თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი დამთხევა აქვს აი ამ კითხვარის შემსებ ადამიანს. ასევე შეგიძლიათ ეს კითხვები ან რა პასუხები გასცეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ესენი ძალიან დეტალურად ნახოთ, როგორ არის და შევსებული ვისაც აქვს ეს კითხვები, ანუ აი იქიდან როგორ არის განაწილებული კითხვებზე პასუხები, ანუ ვინ გასცა დიახ, ვინ გასცა არა რაღაც კითხვებს. საკმაოდ პოპულარული გახდა ეს ვებგვერდი, დაახლოებით 17,000 ადამიანმა უკვე შეავსო, ერთი კვირა არის, რაც მოქმედებს ეს ვებგვერდი, ორი კვირა ნახევარი არის, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მან საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოყვა ამას. მეორე ვებგვერდი, რაც ასევე საინტერესო შეიძლება იყოს ამომრჩევლისთვის, ეს არის პოლიტიკური პარტიების შემომწირველების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ჩვენ სამწუხაროდ არ გქონდა აქამდე ასეთი ბაზა არც ერთ ვებგვერდზე, ანუ თქვენ ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ political donations.g არის ესეთი მისამართი, ან ჩვენს ვებგვერდზე transparency.g-ზე შევძანეთ და იქ სპეციალური ველი არის. აქ შეგიძლიათ მოძებნოთ პოლიტიკური პარტიების შემომწირველები, მათ სახელი და გვარისა და პირადი ნომრის მიხედვით. ასევე შეგიძლიათ პოლიტიკური პარტიების შემომწირველები ნახოთ, ან პოლიტიკური პარტიების მიხედვით, ასე ვთქვათ, მოძებნოთ, ან მოძებნოთ კონკრეტული შემომწირველების მიხედვით. წლების მიხედვით გვაჩვენებს ეს ვებგვერდი წლების განმავლობაში რამდენი შემომწირველობა განხორციელებულა და ასევე ფიზიკური პირები ან კომპანიები, რომლებიც წირავენ პოლიტიკურ პარტიებს, მათი ბიზნეს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, აი თქვათ კონკრეტულად ფიზიკური პირი ვიღაც თქვათ გიორგი თოფაძე, აი მაგალითად ახლა რაც შეგვყავს, მისი აქვს თუ არა ამ გიორგი თოფაძეს კომპანიები და მე ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში ხوار მონაწილეობენ. იგივეა, რაც მე ვთქვი, ოღონდ პოსტ საარჩევნო პერიოდში რომ დაიდოს ის კომპანიები ალბათ ესეც კარგი იქნება. ძალიან ცოტა დრო გრჩება და მე არ შემიძლია მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ ვისაუბრო და რა კი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა პირადი ინტერესებისთვის გამოვიყენებ ამ ეთერს. ეხლა ძალიან დიდი ვნებათაღელვა exit poll-ებთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია როგორი უნდა იყოს exit poll-თან დაკავშირებით და სურს ასევე პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით ისაუბროთ და შევადაროთ ეს ორი, ასე ვთქვათ, დაკვირვება კი არა, რა ქვია ამას, ეს ორი მეთოდოლოგია. რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან და ხომ არ სჯობს, რომ ჩვენ ცოტა უფრო გვიან, ერთი დღით გვიან, მაგრამ პარალელური დათვლის შედეგები მოვახსენოთ საზოგადოებას, ვიდრე exit poll-ებში მივიღოთ მონაწილეობა და ამით რაღაცნაირი მხარე გავხდეთ არჩევნებში. დიახ, exit poll-ის საკითხი
მას რამდენიმე დღეა რაც დადგა ეს შედარებით მწვავედ, აქ ვფიქრობთ რომ რა თქმა უნდა გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს, მაგრამ ის გადაწყვეტილება რომ exit poll-ი ჩატარდეს სამ სხვა ტელეკომპანიასთან ერთად დამოუკიდებლად, რომლებიც ფუნქციონირებენ, ესე იგი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, ეს შეიძლება პრობლემური იყოს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეს არის კერძო ტელეკომპანიები, ამ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული საზოგადოებაში გარკვეული მოსაზრებები მათ მფლობელებთან დაკავშირებით, მათ სავარაუდო, ესე იგი მფლობელები ცნობილია, მაგრამ ასე ვთქვათ პოლიტიკური ინტერესები აქვს. დიახ, ანუ მათი სავარაუდო არჩევანი საკუთარი სარედაქციო პოლიტიკისა ამასთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ალბათ უმჯობესი იქნებოდა ამ ტელეკომპანიებთან აფილირების გარეშე, კერძო მაუწყებლებთან აფილირების გარეშე გაეშუქებინა სწორედ ეს არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესები. რაც შეეხება მე ალბათ კოლეგების იტყვიან უფრო დეტალურად exit poll-ებზე. მithumetes გამჭვირვალეობამ უკვე დააფიქსირა საკუთარი ასე ვთქვათ პოზიცია exit poll-ში ჩვენი მონაწილეობის მეთოდოლოგიის კუთხით ჩვენ მოგეხსენებათ რომ სამართლიანი არჩევნები უკვე არაერთი წელია 2003 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ხმების პარალელურ დათვლას და ძალიან მოკლედ რა განსხვავებაა მაგალითად პარალელურ დათვლასა და exit poll-ებს შორის. რა თქმა უნდა, exit poll-ები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდოლოგია არის და ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის იმისა, რომ ძალიან სწრაფად გაიგოს საზოგადოებამ გარკვეული განწყობების შესახებ არჩევნების დღეს. თუმცა ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ exit poll-ი არის მხოლოდ ამომრჩეველთა გამოკითხვა მათი საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ მათი სავარაუდო განწყობა ეს ასახავს მათ განწყობებს, მათ მოსაზრებებს, მათ და არა კონკრეტულ ფაქტებს თუ ვის მისცეს ხმა. ანუ, როდესაც გამოვა საარჩევნო უბნიდან ამომრჩეველი, მან შეიძლება სინამდვილეში სულ სხვა შემოხაზოს, მაგრამ exit poll-თან ინტერვიუერს უთხრას სულ სხვა პარტიის შესახებ, ან უბრალოდ დაავიწყდეს თქვათ ვინ შემოხაზა, ან საერთოდ უარი თქვას ან რაიმე მოხდეს. ანუ ეს პარალელური დათვლა არის ბიულეტენების გადათვლა, ხო? ხოლო პარალელური დათვლა არის კონკრეტული ფაქტების ასახვა, ეს არის ოქმებიდან, იმ ოქმებიდან, რომლებიც დგება უბანზე და რომლის შედგენის პროცესსაც ჩვენი დამკვირვებელი აკვირდება, ამ ოქმების მონაცემების ასახვა სწორედ და ამ ოქმების მონაცემების შეჯამება. ანუ ის კონკრეტული არის ნამდვილად მიცემული ხმები და თანაც ჩვენ ხმების პარალელურ დათვლას ვახორციელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილად უტყუარი მთელი საქართველოს სურათი მეორე დღეს. რაც შეიძლება არ იყოს ყოველთვის exit poll-ის შემთხვევაში, იმიტომ რომ exit poll-ებს როგორც წესი ატარებენ შედარებით დიდ ქალაქებში და ეს შეიძლება არ იყოს სრულად და ბოლომდე რეპრეზენტატული. ამასთან სულ ნახევარი წუთი დამჭირდება ალბათ. ჩვენ ვაჩვენეთ არაერთხელ ნახეთ, რომ exit poll-ები ხშირ შემთხვევაში აცდენილი არის საბოლოო ჯამში შედეგთან, რომელსაც ვიღებთ უშუალოდ ოფიციალური მონაცემებით. ხმების პარალელური დათვლა კი როგორც წესი ძალიან ახლოს არის იმ საბოლოო შედეგთან. ჩვენ მაგალითად ძალიან მცირე ცდომილების ხვაობით, ანუ ჩვენი ცდომილების ხვაობაში ყოველთვის ჩდება ჩვენს მიერ მოცემული მონაცემები საზოგადოებისთვის. ამიტომაც ხმების პარალელური დათვლის მონაცემები გაცილებით უფრო უტყუარია ვიდრე exit poll-ის მონაცემები. დიახ, ჩვენი დრო თითქმის ამოიწურა, მაგრამ რა კი საერთაშორისო გამჭვირვალეობამ უკვე და ასე ვთქვათ, გააჟღერა საკუთარი პოზიცია, მე მაინტერესებს რა იყო ძირითადი საფუძველი თქვენი განცხადებისა ამ exit poll-ში ჩვენი მონაწილეობასთან დაკავშირებით. ძირითადი საფუძველი ის იყო, რაც უკვე მიშა მახსენა, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ზოგადად კანონით ეკძალება, რომ იყოს პოლიტიკური ასე ვთქვათ, მხარე ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმპათიები გამოხატოს, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ქმედება, როდესაც ხდება exit poll-ების ჩატარება იმ სამ ტელეკომპანიასთან ერთად, რომლებიც კერძო ტელეკომპანიებთან ერთად, რომლებიც გარკვეულწილად აფილირებულები არიან სახელმწიფო პარტიასთან, ძალიან დიდ უხერხულობას შეუქმნის ერთი საზოგადოებრივ მაუწყებელს გაშუქების დროს ამ exit poll-ების და ჩვენ ვიცით, რომ სხვა ტელეკომპანიებიც აპირებენ exit poll-ების გაკეთებას და თქვათ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შედეგები მკვეთრად იქნება განსხვავებული, აი ამ შემთხვევაში ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ალბათ საზოგადოებრივ მაუწყებელი, რომელიც პირდაპირ მოვალეობა რომ გააშუქოს ყველა მხარე და ნეიტრალური მხარე იყოს ამ შემთხვევაში, ეგ ერთი და მეორე ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი საერთოდ უნდა აკეთებდეს exit poll-ებს
აი ასეთი ტიპის ქმედებებს, როდესაც რომელიც რეალურად თავის შინაარსით არის ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი რისკის მატარებელი, ან როგორც ვთქვა, მიშა თქვა, არაზუსტი, ან მეთოდოლოგია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ახლოს იყოს რეალურ მონაცემებთან ეს ეგზიტ პოლები. საუბარი არ არის გაყალბდება თუ არ გაყალბდება. უბრალოდ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ არაზუსტი. რა თქმა უნდა, არაზუსტი შეიძლება ეს გახდეს სპეკულაციის და დაპირისპირების საგანი და რამდენად გვიღებს. და ბოლოს მე მსურს პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით კითხოთ ერთი რამ. მე ვიცი რომ თქვენ ამ მონაცემებს პრესკონფერენციაზე აცხადებთ. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყვის უარს ეგზიტ პოლზე, თქვენ შეგიძლიათ მოგცეთ პირობა რომ ჩვენ შენობაში იქნება ის პრესკონფერენცია, რომელსაც ჩაატარებთ ყველასთვის და მათ აი ამ პარალელური დათვლის მონაცემებს ასე ვთქვათ გააცნობთ. უბრალოდ ჩვენ შენობაში რომ მოხდეს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს იქნება უფრო აი გვაქვს ბრიფინგ რუმი ძალიან კარგი. მე რამდენად ვიცი უბრალოდ ერთადერთი ეს ყოველ წელს ასე ხდება ხოლმე, იქნება სპეციალური მედია ცენტრი, რომელიც ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოს დაფინანსებით და მათი ორგანიზებით კეთდება და არჩევნების დღეს, არჩევნების წინა დღეს, წინა პერიოდში და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გარკვეული პერიოდი ფუნქციონირებს სწორედ ეს მედია ცენტრი. ჩვენ ტრადიციულად ამ მედია ცენტრში ვახდენთ მაგრამ აი გამონაკლისის სახით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ეგზიტ პოლზე, აი რაღაცა ბონუსის სახით რომ დაასაჩუქროთ. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ამაზე მედია ვიცოდეთ, მაგრამ ცენტრთან ხო ტრადიციულად ის გვაქვს ეს მედია ცენტრი. მანამდე, მაგრამ აი ამ მონაცემებს, აი ამ შენობაში გამოვაცხადოთ. შეგვიძლია ისიც ანუ არ ვიცი ხლა თუ დაწყებულია წელს უკვე ამ მედია ცენტრის კი, იქნება მედია ცენტრი აუცილებლად, დიახ. შესაძლოა მათ შორის სოროსის ფონდთანაც, ანუ ღია საზოგადოება საქართველოსთანაც რაღაც გარკვეული აზრის შეჯერება. მეთოდები მსჯელობით რაღაც გადაწყვეტილებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინდობის ასე ვთქვათ, კედელში კიდევ ერთი აგურის დადება თქვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ეგზიტ პოლში მონაწილეობას არ მივიღებთ. დიდი მადლობა ჩვენი დრო ამოიწურა. მე არ მინდა ესე გამოჩნდეს, რომ ჩვენ რაღაც ულტიმატუმებს ანუ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება რა თქმა უნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის არის მიიღეთ თუ არა ეგზიტ პოლში მონაწილეობას და ეს ულტიმატუმი არა, რა თქმა უნდა, არ მგონია რომ ამას თუმცა თქვენს დაფიქრდით ამ შემთხვევაში. ესე იგი, მომავალ შაბათამდე თქვენს გემშვიდობებით, ჩვენს მაყურებელსაც ამ ფორმატის მთავარი მიზანია რომ სამოქალაქო საზოგადოება აკვირდებოდეს არჩევნებს ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ის არჩევანი გააკეთოს, რომელიც შემდეგ მისი, ასე ვთქვათ, მომავალი ცხოვრების ძირითადი განსაზღვრელი იქნება. მადლობას მოგახსენებთ მომავალ შაბათამდე თქვენს გემშვიდობებით და ჩვენს ტელემაყურებელსაც. მადლობა.